ტრამპი აცხადებს, რომ ის ეხლა გადაწყვიტა, რომ შეიარაღებას დახმარებას მიაწვდის უკრაინას და ასევე რუსეთს აძლევს 50 დღეს. თუ 50 დღის განმავლობაში რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე არ წავიდა, ტრამპის განცხადებით პროცესები მივა იქამდე, რომ ის მეორად სანქციებს დაადებს. და მოდი მოусმინოთ განცხადებას, ვთარგმნოთ და მე დავაკომენტაროთ. We make the best equipment, the best missiles, the best of everything. The European nations know that. And we've made a deal today, and I'm going to have Mark speak about it, but we've made a deal today where we're going to be sending them weapons and they're going to be paying for them. The United States will not be having any payment made. We're not buying it, but we will manufacture it and they're going to be paying for it. Our last meeting of a month ago was very successful in that they agreed to 5%, which is more than $1 trillion a year, so they have a lot of money. And these are wealthy nations. They have a lot of money, and they want to do it. They feel very strongly about it, and we feel strongly about it, too. მოდი თარგმნოთ. შინაარსი არის შემდეგი. ჩვენ მივახციეთ შეთანხმებას ევროპასთან. ჩვენ საუკეთესო შეიარაღებას ვქნით, ევროპელებმა იციან, რომ ყველაზე ეფექტური შეიარაღების შექმნა შეგვიძლია, ამიტომ ახლა მივახციეთ შეთანხმებას, რომ ევროპელები გადაიხდიან ფულს ამ შეიარაღებაში, ჩვენ არაფერს არ გადავიხდით, მაგრამ ჩვენ მათ მივყიდით ევროპელებმა. მანამდე ძალიან კარგი შეხვედრები ჰქონდა და ევროპელებთან შევთანხმდით, რომ ისინი თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობის 5% ჩადებენ სამხედრო ხარჯებში და ეს არის უზარმაზარი ფული, ტრილიონზე მეტი ევროს თუ დოლარის ოდენობის თანხაა, ეს ძალიან დიდარი ქვეყნებია, მათ ეს შეუძლიათ და ეხლა ისინი გადაიხდიან ფულს ჩვენს იარაღში, ჩვენგან იყიდნენ და ჩვენ ამ იარაღს გავაგზავნით უკრაინის დასახმარებლად იგულისხმებოდ. ანუ გადაწყვეტილება არის შემდეგი შინაარსის ტრამპისთვის პრინციპში ეს არის მომგებიანი შესაფუთათაც მომგებიანი ვერსია, ეკონომიკური თვალსაზრისითაც მომგებიანია და უფასოდ აღარაფერს აღარ ვაძლევთ, პირიქით აგერ ამერიკული იარაღს ვყიდი ევროპელებზე და ისინი მიაწვდიან მერე უკრაინელებს, ნახეთ რა მაგარი, ესე ვთქვათ, შეთანხმება გავაფორმე. ამერიკული, ასე ვთქვათ, გადასახადის გადამხდელების ფული კი აღარ დაიხარჯება, პირიქით ამერიკელი იარაღის მწარმოებლები თავის პროდუქციას გაყიდიან უკრაინაზე. უბრალოდ მაგას ევროპელები გადაიხდიან. ცხადია, ეგ ავტომატურად ნიშნავს, რომ იარაღის ოდენობა იმხელა არ იქნება, ან დაფინანსების ოდენობა იმხელა აღარ იქნება, რამხელაც იყო. მოდი ეგ ავხსნათ, რატო არ იქნება იმხელა, იმიტომ რომ ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, რავი, ადრეც აძლევდნენ იარაღს, ეხლაც მიცემენ იარაღს, უბრალოდ სქემა შეიცვალა, რაშია განსხვავება? ანუ ადრე თუ დაფინანსების ჯამური ოდენობა შედგებოდა ამერიკის მიერ გამოყოფილი დაფინანსებისგან, ევროპის მიერ გამოყოფილი დაფინანსებისგან, დაახლოებით თანაბარ ოდენობას გამოყოფდა ორივე მხარე. და ამერიკის ეკონომიკა თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯამური ევროკავშირის ეკონომიკას დიდია, ანუ უფრო მეტის გამოყოფა შეუძლიათ. ეხლა თუ მარტო ევროპა გამოყოფს თანხებს, ძნელი იქნება ყველანაირი ლოგიკით იმ მასშტაბზე გასვლა, რამდენიც ხერხდებოდა ორივეს ფინანსური მონაწილეობის შემთხვევაში. მაგდენი ფული უბრალოდ ძნელად აკუმულირებადი იქნება მარტო ევროპისთვის, რომელიც ეკონომიკაც ჯამში ამერიკის ეკონომიკაზე პატარა. ამიტომ მაშინ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ევროპამ რაცა არნახული მობილიზაცია გააკეთა თავისი რესურსების. რაც გახვთმაგა ის დახმარება, რომელსაც გამოყოფდა აქამდე. და მაგ შემთხვევაში შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ იგივე მასშტაბი, ან კიდევ უფრო დიდი მასშტაბი თეორიულად შეიძლება. ოღონდ გამორიცხულია პრაქტიკულად. ტრამპა რაღაც კონკრეტული შეიარაღების სახეობები დააკონკრეტა, რასაც ახლა გადასცემენ მაგაზეც რო ვილაპარაკოთ, მე როგორც ვიცი, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ვარიანტებს აძლევენ, ხო? კი, პატრიოტს აძლევენ. რაოდენობა იყო დაახლოებით 17 ცალი, ანუ 2 ბატარეა. ხო. ანუ ვიღაც შეიძლება გაუკვირდეს, რომ 17 ცალი 2 ბატარეა თითოეული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა პეტრიოტის შედგება შემდეგი კომპონენტებისგან. ეს არის სამეთაურო მოდული, სადაც ინფორმაცია გროვდება, არის რადარები, რომლებიც აფიქსირებენ საჰაერო საფრთხეს
და რამდენიმე მობილური გამშვები, რაკეტების გამშვები კომპლექსი და ეს ყველაფერი ერთ ქსელში ჩართული წარმოადგენს პატრიოტის ბატარეას, რომელიც ახდენს რაღაცა კონკრეტული საჰაერო სივრცის რაღაცა მონაკვეთის კონტროლს. მაგ 17 ბატარეასთან 17 გამშვებ მოწყობილობასთან დაკავშირებით ასევე გაურკვეველი ვითარება, ანუ რაღაცა გაურკვეველი ინფორმაციები ვრცელდება, იმიტომ რომ თვითონ მაგ ვიდეოს უსმინე ტრამპას სადაც 17 ერთეული დაასახელა და მან ასეთი ფორმით თქვა ინგლისურად, რომ ერთ-ერთი ქვეყანა არისო, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი პატრიოტებიო და მე ამ ქვეყანას არ დავასახელებ, მაგრამ ეს ქვეყანა მზად არისო 17 ცალი პატრიოტი, 17 პატრიოტი, აი ესე არ დაკონკრეტდა არც ბატარეა, არა, ბატარეა წარმოუდგენელი. ხო და მაგიტო ვიძახი, მან წარმოუდგენელი რომ ბატარეა იყოს, იმიტომ რომ სოფლიოში ერთი ხელის თითებზე ჩამოთვლადი ქვეყნები, რომლებსაც საერთოდ აქვთ 17 ბატარეა, აი სულ, ანუ მთელი მათი შეიარაღება, ამერიკას თუ არ ჩავთვლი. ანუ მთელი მათი შეიარაღება ამერიკის გარდა არის აი 17 შეიძლება, ზოგ შეიძლება 20 ქონდეს, აი ზოგს 22, მაგრამ აი ბევრად მეტი არა 17 ბატარეაზე. ქვეყანამ აიღოს რომელიმე ქვეყანა და 17 ბატარეა ეს არის რაღაც 130 გამშვები დაახლოებით 130 გამშვები ბატარეა ათეულობით მილიარდ დოლარზე საუბარი. ეგ არის არარეალისტური ვერსია. ამიტომ საუბარია 17 გამშვებზე რეალურად. იმაზეც ტრამპმა დააკონკრეტა რომ 17 გამშვები, 17 ცალი აქვს და ამ 17-დანო ნაწილს, დიდ ნაწილს ფრონტზე ჩავიტანთ. ანუ იმ 17-საც ალბათ არ ჩაიტანენ, როგორც ჩანს, რაც რანაირად თქვა ახლა ტრამპმა, მაგრამ თვითონ ინფორმაციები ვრცელდება ისეთი კუთხით, რომ გაურკვეველი რო იყოს და გეგონოს 17 ბატარეა მიდის. მაგდენი არ მიდის, მაგრამ 2 ბატარეა რეალურად 17 ერთეულის და ეგ არის საკმაოდ ბევრი. ხო, 2 ბატარეა არ არის ცოტა რეალურად. უკრაინას სულ აქვს 7 თუ 7-8 ბატარეა, ამიტომ ეხა თუ სულ გაქვს 7-8 ბატარეა და კიდე 2 დაგემატა, ანუ სადღაც 30% რაც ქონდა დამატებით გამოგიჩნდა, ხო? ეს მისცემს უკრაინას იმის საშუალებას, რომ მაგალითად კიევი კარგად დაიცვას. აი დედაქალაქი, რომელსაც ეხა პრაქტიკულად კვირაში რამოდენიმეჯერ მასიურად, მასშტაბურად ბომბავენ, ამ პრობლემას მეტნაკლებად მოაგვარებს, მაგრამ მან მთელი პრობლემა რაშია, იცით? მან თვითონ დანადგარების პრობლემა კი არის, თვითონ რაკეტების შეზღუდულია თვითონ პატრიოტების რაკეტები, გარდა იმისა, რომ აი შემიძლია რომ სტატისტიკაც მოვიყვანო, ხა რამდენად ზუსტია ბოლომდე არ ვიცი, მაგრამ ინტერნეტში ხა რო ვეძებდი, მაგალითად გერმანიასთან დაკავშირებით წერენ, რომ 9 გამშვებ, ესე იგი 9 სისტემა აქვს 72 ლაუნჩერით და პლუს 8 სისტემა 64 ლაუნჩერით, აი ეს არის მთლიანად გერმანიის ჯამური, ჰაერსად ნაღდებო თავდაცვაო. 17 აქვს სულ. არა. ანუ 9 და 8 ეს ბატარეების რაოდენობა არის. ხო. ანუ გასაგები, ანუ რამდენი ბატარეა აქვს? ჯამში ზუსტად 17 ბატარეა გამოდის, ხო. რა ვიცი, ამიტომ დაზუსტებული ინფორმაცია. ხო, არ ვიცი, აი ხა შეიძლება არასწორი ინფორმაცია არის. ხო, ну მოდით, რაც ეხა ილაპარაკა ტრამპმა, მაგაზე დააყრდნობით გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ. გარდა ამისა, ვრცელდებოდა ასევე მედიაში ინფორმაცია, რომ სხვა შეიარაღების გადაცემაზე მიმდინარეობს საუბრები, უშუალოდ ტრამპს ამაზე არ გაუმახვილებია დღევანდელ შეხვედრაზე ყურადღება, მაგრამ მე ვამბობ, რაც ბეჭდურ მედიაში იწერება. ანუ საუბარია ასევე დეფიციტურ საარტილერიო ჭურვებზე, მათ შორის რაკეტებზე, ანუ ესეთ ფრთოსან რაკეტებზე, რომელიც უკრაინას თიძე ჩამოსათვლელი აქვს. თუმცა ტრამპს ამაზე არ უსაუბრებ, როგორც ჩანს, უბრალოდ მედიაში წინასწარ ვრცელდება ინფორმაცია. რას ნიშნავს ახლა ეს ყველაფერი? როგორც ჩანს, ტრამპის წარმოდგენები, რომ ის რუსეთს მარტივად დაითანხმებდა თავის პირობებზე და ომს
გაყინავდნენ ან გააჩერებდნენ, ეგ არ შედგა, ანუ რუსები არ გაყვნენ. და ტრამპი უკმაყოფილოა, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ეხა უკრაინა ტრამპისთვის საერთოდ არ არის პრიორიტეტი და ეგ ისედაც ჩანს, რომ ამერიკას არ უნდა იქ უკრაინაში დიდხანს დარჩეს და უკრაინა მთლიანად მიმული იყოს ამერიკაზე, ეგ ტრამპს არაფერში არ ჭირდება, მაგრამ არც ის აწყობს ამერიკას და ტრამპს, რომ მისი მმართველობის დროს უკრაინა რუსეთმა აიღოს მთლიანად. ეგეც ცხადია ტრამპის მარცხად ჩაითვლება. გაჭედილი არის სიტუაცია. ხო, სინამდვილეში ტრამპი არის ახლა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. ერთის ხრივ სრულფასოვნად, სრულმასშტაბიანად არ უნდა ამ კონფლიქტში შესვლა. და იმიტომ რომ პირველ რიგში გეოპოლიტიკურად სხვა შეხედულება აქვს, ახლა მთელი აქცენტი გადატანილია ჩინეთზე და არ უნდათ ახლა ჩინეთთან და რუსეთთან ერთდროულად ომი. მეორე, თვითონ მისი წინასაარჩევნო კამპანიაც იყო იმაზე აგებული, რომ არც ერთი ცენტი არ უნდა დავხარჯოთ ამერიკელების გადამხდელების გადასახადიდან უკრაინაზე და მაგაზეც აპელირებდა დღევანდელ განცხადებაში, რომ ჩვენ კი არ უსასყიდლოდ კი არ ვაძლევთ ჩვენ წარმოებას ყიდით, ევროპელები ყიდულობდნენ თავის ფულით და მერე თვითონ გადასცემენ უკრაინას. ანუ ჩვენ აქ რაღაცა ფილანტროპიით არა ვართ დაკავებული. მაგრამ მეორე რაღაც დამოკიდება გინდოდა. ეს არა დონეიშენი მოვიდა, ანი სულიკაშვილმა 15 евро გადმოგვირიცხა და შეგარგოთო ეგ მიაწერა, ანუ კითხვა არ აქვს, უბრალოდ დონალდში და მადლობა ხარდაჭერისთვის, ეგ ის ბოდიში ლირიული გადახვევა. რო გავაგრძელოთ, ეხლა დონალდ ტრამპი არის ძალიან მართლაც აი უხერხულ მდგომარეობაში. მისი წინასაარჩევნო დაპირება რომ 24 საათში გააჩერებდა ამ ომს და პუტინი მისი ძმაკაცია და პუტინთან ის საერთო ენას გამონახავს, ეგ აღარ გამოდის. არც ის უნდა რომ მთლიანად ჩაებას ახლა უკრაინის კონფლიქტში და მის ვიეტნამად იქცეს უკრაინა და სხვათა შორის დღევანდელ განცხადებაში ტრამპი კი იმუქრებოდა რომ მას აქვს გარკვეული ბერკეტები იმისთვის რომ პუტინი დაარწმუნოს და ამ პატრიოტების გადაცემა იგულისხმებოდა. მან მაგალითად პუტინზე, როდესაც მას კითხვა დაუსვეს, პუტინი მკვლელია, მან მაინც კომპლემენტარულად და პატივისცემით მოიხსენია პუტინი აღნიშნა. ანუ არ მინდა რომ მკვლელი ვთქვა მასზე ისასტი საკუთარი ძლიერი მოთამაშე არის და პუტინმა ყველა მოატყუაო, ობამამ მოატყუაო, ისა ბაიდენს აჯობაო, მაგრამ მე ვერ მაჯობებს, ვერ მომატყუებს, ხო? ეგ ვიდეოც გვაქვს, თუ შეგვიძლია ესე ვაჩვენო. გვაქვს, გავუშვათ. I speak to him a lot about getting this thing done. And I always hang up and say, well, that was a nice phone call. And then missiles are launched into Kiev or some other city. And I said, it's strange. And after that happens 3 or 4 times, you say, the talk doesn't mean anything. My conversations with him are always very pleasant. I say, isn't that a very lovely conversation? And then the missiles go off that night. I go home, I tell the First Lady, I spoke to Vladimir today. We had a wonderful conversation. She said, oh, really? Another city was just hit. So it's like, look, he's, I don't want to say he's an assassin, but he's a tough guy. It's been proven over the years. He's fooled a lot of people. He fooled Bush. He fooled a lot of people. He fooled Clinton, Bush, Obama, Biden. He didn't fool me. But what I do say is that at a certain point, ultimately talk doesn't talk. It's got to be action. It's got to be results. And I hope he does it. It's potentially such a great country to be wasting so many people on this and the money. ძალიან მაგარი ტექსტი არის. ჯერ თარგმნოს და მე რაღაცა კითხვები, კი არა, ანალიზი ჭირდება ამ ტექსტს რა, ანუ თავიდან ამბობს, რომ პუტინთან ძალიან კაი საუბრები მქონდა, უბრალოდ აი კარგად დაველაპარაკებოდიო და ღამე რაკეტები მიფრინებდა კიევისკენო რა და
მერე კიდე დაველაპარაკეოდი, კიდე უფრო მეტი რაკეტები მიფრინავდა კიევისკენ და მერე პირველ ლედის ან ჩემცოლს ვეუბნებოდი, რომ ძალიან მაგარი საუბარი მქონდა პუტინთან და მართლა გქონდა მაგარი საუბარიო, მეკითხებოდა და კიდე რაკეტები მიფრინავდა. კი, მაგრამ რა ვიცი, ახლა ქალაქი დაიბომბაო პირველი ლედი მაგას ხო. და მე არ მინდა ვთქვა, რომ ის კვლელი არა, კილერიაო, მაგრამ ძალიან tough guy, ანუ მაგარი ტიპი არისო და მან ბევრი მოატყვა, მან კლინტონი მოატყვა, მან ბუში მოატყვა, მან ობამა მოატყვა, ბაიდენი მოატყვა, მე ვერ მომატყვა. ეგ არის, ეხლა პრობლემა არის, იმიტომ რომ ნახე, არსებობს ლოგიკის საბაზისო კანონები. არისტოტელემ მოიგონა. მეორე კანონი არის წინააღმდეგობის კანონი. წინააღმდეგობის კანონი გვეუბნება, რომ ორი ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულება ტექსტში ერთდროულად სწორი ვერ იქნება. როდესაც ჩემ ყვები რომ ურეკავ ვიღაცას და მაგარი საუბარი მაქვს და დაწყნარებული მივდივარ და იქ რაღაცები იბომბება და მე განცვიფრებული ვარ, ეგ ნიშნავს კონტექსტუალურად რომ მოგატყუეს. ხო რავი ხე შენ გელაპარაკე და ყველაფერი კარგათა. კი, ყველაფერი კარგა და დაიძინე, გაიღვიძე და კიევი აღარ არის, ხო? ნუ აღარ არის არა დაბომბეს, ხო? მერე კიდე დაელაპარაკე, კაი საუბარი ხო და კიდე დაბომბეს და აი ამ ყველაფრის შინაარსი ხო ის არის რომ კარგად ვესაუბრები, მაგრამ ატყუებს და ბომბავს კიევს მაინც და მერე ამბობ რომ ყველა მოატყუა. მე ვერ მომატყუა. მე მგონი ყველაზე მეტად ტრამპი მოატყუა, ყველაზე მეტად. რეალურად ეგ სურათი გამოდის. არა, ნახე, მე საერთოდ არ მგონია რომ ვინმე მოატყუა, იმიტომ რომ საერთოდ რატო დგება საკითხი ეგრე? რომ აი ტრამპმა და პუტინმა ილაპარაკეს და კიევი რო დაიბომბა მერე ეგ არის ტრამპის მოტყუება. ანუ რამეზე შეთანხმდნენ, ხელი მოეწოე რა ცეცხლის შეწყვეტას, ანუ აი რა კონტექსტი არის მან. მქონდა იმედი რომ რუსეთი დაალაგების მოტივირებული იყო რომ დაალაგებული იყო და რუსეთი მართლა ჩვენ აი თავიდან ტრამპის ინაუგურაცია რო ხდებოდა, მაშინ ვთქვით რუსეთის ტაქტიკა სავარაუდოდ იქნება იმიტაციას გააკეთებს მოლაპარაკების სურვილის, თუმცა სინამდვილეში დროს გაცემს, ხო? ანუ მოატყუებს ამერიკას, ეცდება რომ აი იმიტაცია გააკეთოს თვითონ აი გაჩერება უნდა და სინამდვილეში გაწელავს დროს დახმარების ინტენსივობას შეამცირებს უკრაინისთვის ამ იმიტაციით მოლაპარაკების და საბოლოო ჯამში ეგ მოლაპარაკება ალბათ არ შედგება. ეგ იყო ყველაზე მაღალი ალბათობა, რასაც ასახელებით ეგ ხდება. სინამდვილეში რუსეთმა მართლა ეგ ტაქტიკა აირჩია. ატყუა ამერიკის ადმინისტრაცია რომ გელაპარაკები. ამერიკის ადმინისტრაციას ტრამპის მხარეს მართლა იმედები ქონდა და ჯეროდათ და რაღაც კავალერიული რიხით შევარდნენ ამ მოლაპარაკების მაგიდასთან. ეხლა დავალაგებ და დრო იზრდებოდა აი ამ სავარაუდო დაალაგების პერიოდის და საბოლოო ჯამში რაღაცა თვალსაზრისით ტრამპს ეტყობა რომ ნაწყენივითაც არის გაბრაზებულია იმაზე, როგორ აი რაღაც ცოტა ბავშვია. ირად იმათ იღებს. ირად შეურაცხყოფა.